სხეულში ჩნდება შიშის განცდა, ძირითადად სხეულის ქვედა ნაწილში, მაგალითად. მოდის შიშის ნეგატიური შეგრძნება. და საინტერესო ისაა, რომ ამ დროს სიტუაციაში გეგონება არაფერი არ ხდება ნეგატიური. შემდეგ twin-ი ცდილობს აუხსნას საკუთარ თავს, აი ხა რატო ვშფოთო. შემდეგ ირთვება ფანტაზია. იქნებ, აი რატომ აქ ესეთი წინადგრძნობა, ხო, შიშის. ეს დახატული სურათები, ეს ფანტაზიები კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს ჩემში. უკვე შეგრძნებებს კი არა, უარყოფით ემოციებს იწვევს და მარყუში შეიკრა. სანამ რაღაცა არ გამომიყვანს აქედან. და აი ეს ეყალიბდება შფოთი. და რატო ჩნდება ის ნეგატიური პირველადი შეგრძნება? იმიტომ რომ წარსულში სადღაც არის გადაუმუშავებელი, მოუნელებელი ფსიქოლოგიური ტრავმა, ტკივილი. და ამ სიტუაციაში სადაც ხარ, ან ამ ცხოვრების პერიოდში სადაც ხარ, შეიძლება აბსოლუტურად უწყინარმა რაღაცამ გაგახსენა. მაგალითად, იმ სიტუაციაში სადაც ტრავმა მიიღე, იყო რაღაც ოთახი ცისფერი კედლებით და შეხვედი სადღაც ცისფერი კედლები. აბსოლუტურად სხვანაირი. თუნდაც აი ესეთმა რაღაცაებმა შეიძლება გააქტიუროს აი ეს წარსული ჭრილობა, სულიერი და გამოიწვიოს ტკივილი, მაგრამ ჩვენ არ გვახსოვს ამნეზირებულია ის, აი ძალიან ბევრი რო იფიქრო, ვერ მოგივა თავში, რომ შეიძლება აი ის იყოს რეალური წყარო, გაუცნობიერებელია. ჩვენზე მოქმედებს ყველაზე ძლიერად ის, რასაც არ ვაცნობიერებთ. ძალიან ხშირად მოსულან კლიენტები ჩემთან კონსულტაციებზე და უთქვენ ესეთი რაღაც, რომ მე ვიცი მიზეზი რა არის და მიზეზის დამუშავებამდე. ერთი შემთხვევა არ მახსოვს, როდესაც ადამიანს ეთქვა, რომ მე ვიცი რა არის მიზეზი და ეს რეალური მიზეზი აღმოჩენილა მე. ყოველთვის რაღაცა არის უფრო ღმად. ეს რაღაცები გადაუმუშავებელი ტრავმები აჩენს შიშის გრძნობას, ნეგატიურ შეგრძნებებს და მე ფანტაზია უკვე გვიმატებს ზემოდან.